იაშვილის კლინიკა ახალ სკანდალში გაეხვა ლეიკემიით დაავადებული პატარა პაციენტის დედა კლინიკას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მკურნალობისას 4 წლის ბავშვს დაინფიცირებული სისხლი გადაუსხეს. ბავშვი ლეიკემიისგან განიკურნა, მაგრამ ახლა მას C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული აქ სისხლის ბანკის ბრალეულობა გამოიკვეთოს. მოკვლევად დაწყებულია. ლეიკემიისგან განიკურნა, თუმცა ახლა C ჰეპატიტით არის ინფიცირებული. 4 წლის პაციენტის დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი იაშვილის კლინიკაში ინფიცირებული სისხლის გადასხმისას დაავადდა. ბავშვი ლეიკემიის მკურნალობის კურსს სწორედ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადიოდა. სისხლი, რომელიც პაციენტს ბოლოს 2013 წლის ოქტომბერში გადაუსხეს, სისხლის ბანკიდან იყო მოტანილი. მკურნალობას მოვჭით ოქტომბრის 2013 წლის ოქტომბერში. ნოემბრისიდან გადავედით დაცვით თერაპიაზე, რომლის ხანგრძლივობაც არის 18 თვე. უკვე დეკემბრისიდან ბავშვს აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციების მატება. ექიმებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო პრეპარატის ინტოქსიკაცია და პრეპარატის გამო აწეულეს ღვიძლის ფუნქციები და მხოლოდ 5 თვის შემდეგ ივნისის 16 რიცხვში გადამოწყვეტა ვირუსოლოგიური ანალიზი, რამაც დაადასტურა, რომ რეალურად C ჰეპატიტი არსებობდა ორგანიზმში. იაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებში დაბალი იმუნიტეტის გამო ჰეპატიტით დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს და პაციენტის დედა ამის შესახებ ინფორმირებული იყო. ხდება ხოლმე დიდი რაოდენობით გადასხმების დროს დასნებოვნება პაციენტის მთელს მსოფლიოში, ისეთი დიდი რაოდენობით სჭირდებათ მათ სისხლის პრეპარატების გამოყენება და მეორე, ეს პაციენტები არიან იმუნოსუპრესიულ პაციენტში C და B ჰეპატიტის განვითარების რისკი მაღალია. მხოლოდ ამ პაციენტს პირადად მე გავაცანი ყველა ეს პირობა, მან იცოდა, რომ ბავშვს აქვს ესეთი მაღალი რისკი B, C ჰეპატიტის განვითარების. იაშვილის კლინიკას საჭირო სისხლის კომპონენტებით სისხლის ბანკი ხელშეკრულების საფუძველზე ამარაგებს. 4 წლის პაციენტს 78 გადასხმიდან 76 სწორედ სისხლის ბანკში არსებული სისხლის პრეპარატებით გაუკეთდა. ორგანიზაციაში გამორიცხავენ, რომ დაინფიცირება მათი ბრალეულობით მოხდა. ყველა სისხლი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში გადაესხა ამ პაციენტს, გამოკვლეულია C ჰეპატიტზე, არის უარყოფითი შედეგები მიღებული. ჩვენ გამოვრიცხავთ სისხლის კომპონენტებიდან გადაცემის ამ გზას C ჰეპატიტთან დაკავშირებით. მშობლის მოთხოვნით მომხდარის მოკვლევა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო. სპეციალური კომისია პაციენტის სამედიცინო ისტორიას ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკაში ეცნობა. ამის შემდეგ მოკვლევა სისხლის ბანკში გაგრძელდება. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩვენ შევისწავლით, რამდენად სწორად იყო ეს აუცილებელი პროცედურები დაცული და გამოვალინოთ ის ხარვეზები, სადაც შეიძლება იყოს დაშვებული გარკვეული უზუსტობა. და შესაბამისად რეაგირებაც იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით ადეკვატური. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის დაინფიცირებაში რომელიმე დაწესებულების ბრალეულობა დადგინდება, ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. C ჰეპატიტით დაავადებული ბავშვის მშობელი შვილისთვის C ჰეპატიტზე მკურნალობის დაწყების შემთხვევაში კურსის სრულ დაფინანსებას ითხოვს.